დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა რეგიონებში სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო. მოქალაქეები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ ინფექციური დაავადებების B და C ჰეპატიტის, A ინფექციის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს. ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს. მეც ამ თემაზე ჩვენი სტუმრების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და კლინიკური ონკოლოგი ნია შარიქაძე უგვეთქვიან დამატებით დეტალებს დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოდით პირდაპირ დავიწყოთ თავად ინიციატივით იდეით პროექტით. რას ნიშნავს, როდესაც რეგიონების მასშტაბით მოქალაქეებს შეუძლია ჩამოთვლილი სკრინინგის დაავადებებზე პრევენციული სკრინინგის ჩატარება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დაინტერესდით ამ თემით. ეს ფართო გაშუქება აქვს. უნდა აღნიშნოთ, რომ სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით კიბოს სკრინინგი მუდმივად ხორციელდება. თუმცა ჩვენ ნახეთ რამ სტატისტიკა და დავაკვირდით მოქალაქეების ქცევას, აღმოაჩინეთ, რომ რეგიონებში ძალიან დაბალი არის მოცვა. ერთ-ერთი ამის მიზეზი არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და უპრეცედენტო მასშტაბის სკრინინგ კამპანია წამოვიწყეთ 16 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით 8 თვის განმავლობაში 54 მუნიციპალიტეტში 344 სკრინინგ აქცია ჩატარდება. ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 17,000 ქალბატონი ძუძუს კიბოს სკრინინგი რომ ჩაუტაროთ. ეს არის წამყვანი თემა და ამავდროულად ჩატარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, პროსტატის სკრინინგი, B-C ჰეპატიტზე სკრინინგი, HIV ინფექციაში და ჰიპერტენზია. მიზანი არის, როგორც გითხარით, გეოგრაფიული მოცვის გაზრდა, მაქსიმალურად სერვისების მიახლოება რეგიონებისთვის და იქ მაცხოვრებლებისთვის, ასევე გვინდა რომ შევცვალოთ მათი ქცევა, ჩამოვაყალიბოთ კულტურა სკრინინგის და რაც მნიშვნელოვანია, მოცვის მაჩვენებლები გავზარდოთ და მიუახლოვოთ იმ საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ ნიშნულებს და ინდიკატორებს, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო, ასე ვთქვათ, ხარისხიანად ვიზრუნოთ შემდგომ მათ ჯანმრთელობას. აი, იგივე ძუძუს კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დიდი ხანია არის უფასო ნებისმიერ ქალბატონს გვეტყვით ასაკსაც, რამდენი წლიდან შეუძლია მიიღოს ეს მოგზაურობა და გეოგრაფიის გაფართოება რას გულისხმობს ასე დროს, ანუ ნახეთ როგორ არის ეს პროგრამები საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს და არის საქართველოში ფინანსდება ბიუჯეტიდან, თუმცა ხელმისაწვდომობა თბილისში საკმაოდ კარგია, მაგრამ რეგიონებში როგორც წესი არის თავმოყრილი დიდ ქალაქებში. აი მაგალითად იგივე კახეთის მაგალითზე რომ ავიღოთ, გურჯაანში არის მამოგრაფი. და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ქალბატონები იქ უნდა ჩავიდნენ, რომ იქ ჩაიტარონ სკრინინგი. შესაბამისად ჩვენ არის ესეთი მამომობილი ქვია, ეს არის ავტომობილი რომელზეც მამოგრაფი არის დამონტაჟებული და აი მაგალითად შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება ასეთი სკრინინგ აქცია თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, საგარეჯოში და მათთვის ვისაც მოუხერხებელი ან რაღაც სირთულეს წარმოადგენენ და გურჯაანში ჩასვლა და სერვისის მიღება, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ ამ ქალაქებში მიიღონ ეს როგორ უნდა გაიგონ გრაფიკი? კი, გეტყვით, დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია კალენდარი, სადაც წერია მაისის ბოლომდე გაწერილია უკვე კალენდარი, რომელ დღეს, რომელ რიცხვში, რომელ ქალაქებში ჩატარდება. ერთდროულად, ფაქტობრივად დღე არ არის, სულ ორ ქალაქში რომ არ ტარდებოდეს პარალელურად და მთელ რიგ შემთხვევებში სამ ქალაქში ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი და გეოგრაფიული მოცვით გავდივართ ჩვენ რეგიონებში. მე მაინტერესებს, ხა ჩვენ დავდივართ და თბილისში საკმაოდ აქტივობაა, ხო? შევეჩვიეთ. ასეთ ისე რაღაცა დღის წესრიგში დადგა ეს. აი მაინტერესებს რეგიონებში როგორ არის ეს აქტივობა და აი ამ როგორც თქვით მამომობილმა თუ რაღაცა იქონია გარკვეული გავლენა ამ პროცესზე. ჩვენ შარშან სექტემბერ-ოქტომბერში საპილოტეთ დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ჩავატარეთ ასეთი აქცია. ძალიან კარგი იყო ესე გამოხმაურება, უკავშირი, დაინტერესება. წელს ასეთი
ფართომასშტაბიანი ღონისძიება ვერ დაიგეგმებოდა აქტიური მხარდაჭერის გარეშე ჩართული არის როგორც მთავრობა, ასევე სამინისტრო პირადად მინისტრი, ადგილზე გუბერნატორები, მერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. აი ამ ყველას ჩართულობა მოგცა ის, რომ 16 მარტიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, აი გუშინდელი საღამოს მონაცემები რომ გითხრათ 1200-ზე მეტი ძუძუს კიბოს სკრინინგი უკვე ჩატარდა და ჯამში ყველა სკრინინგის ერთობლიობამ 6000 გადააჭარბა. და ასევე მინდა ხაზი გაუსვა რომ იმდენად დიდი არის დაინტერესება და გამოხმაურება რომ მოგმართეს და დამატებით დღეებს ითხოვენ აქციებისთვის. რა კარგი. თქვენთან როგორც ექიმთან მექნება ასეთი კითხვა. მიუხედავად აი მაჩვენებლებისა, შეიძლება მე ვცდები, მეჩვენება რომ აი სკრინინგის ამ წინასწარ შემოწმების კულტურა მაინც დაბალია ამ ქვეყანაში. როგორც ექიმი, რას გვეტყვით, რამდენად დიდად მნიშვნელოვანია როგორც ონკოლოგი რას იტყვით, მნიშვნელოვანია სკრინინგი ამ დროს. აი არის თუ არა ეს გადარჩენის გზა? აი ეს პირდაპირ ვიკითხავ. ძალიან დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ მე როგორც ონკოლოგი თერაპევტი, ჩემთვის ამ ქმედების და აქციის როლი ძალიან დიდია. მინდა გითხრათ, რომ სკრინინგი გულისხმობს ჯამრთელი ადამიანის გამოკვლევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მინდა ხაზი გაუსვა და შეიძლება შეგაწყინოთ თავი, მაგრამ რამდენჯერმე ვთქვა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ სკრინინგი ჩაიტარონ, გვეუბნებიან, რომ არაფერი არ მაწუხებს. სწორედ როცა არაფერი არ აწუხებს, სკრინინგი მაშინ უნდა ჩაიტაროს. ზოგადად ონკოლოგიაში და კიბოს პრევენციაში არსებობს ორნაირი პრევენცია. პირველადი პრევენცია, როდესაც შენ გამომწვევ მიზეზებს აღმოფხრავ და ერთ-ერთი ძალიან მადლობა ჩვენს კოლეგებს, რომ B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის სკრინინგსაც აკეთებენ, იმიტომ რომ B ჰეპატიტის ვაქცინაცია თავიდან აგვაცილებს B ჰეპატიტის განვითარებას და შემდეგ B ჰეპატიტის ფონზე განვითარებული კიბოს რისკებს. გარდა ამისა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და აქაც არსებობს პირველადი პრევენცია, ვაქცინაცია, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო. მინდა გითხრათ, რომ ამერიკას უკვე ამბიცია აქვს, რომ 2030 წლისთვის იქ აღარ იარსებებს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები და იქ უკვე ჩვენთანაც, მაგრამ იქ უკვე დიდი ხანია მამაკაცების ვაქცინაცია დაწყებული. რაც შეეხება იმ სკრინინგს, რაც ეხლა ფართომასშტაბით ხორციელდება, ეს არის მეორადი სკრინინგი. ეს არის უსიმპტომო ადამიანებში, პაციენტს არ ვამბობ, უსიმპტომო მოსახლეობაში ადრეულ სტადიაზე კიბოს აღმოჩენა. ეს პირდაპირ კორელაციაშია გადარჩენასთან, გაჯამრთელებასთან და მინდა გითხრათ, თავიდან აგვაცილებს ინტენსიურ მკურნალობასაც. იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ როდესაც უკვე გავრცელებულია დაავადება, მას კომპლექსური მკურნალობა ჭირდება და როდესაც ადრეული სტადია შეიძლება შემოვიფარგლოთ შეზღუდული მკურნალობის მეთოდებით, თუნდაც მხოლოდ ქირურგიით, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობით და არ დაჭირდება კომპლექსური. ანუ ეს გარდა იმისა, რომ პაციენტისთვის ძალიან ხელსაყრელია და გაჯამრთელების შანსს ზრდის, სახელმწიფოსთვისაც ხარჯ-ეფექტურია ასეთ აქციებში აქტიური ჩართულობა. გარდა ამისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ამას აშუქებთ, იმიტომ რომ თქვენს გარეშე, მედიის გარეშე ამისი მოსახლეობამდე მიტანა ძალიან ძნელია. იმიტომ რომ თუნდაც ოჯახის ერთი წევრი თუ უყურებს დღეს ჩვენ ეთერს, აუცილებლად იცის და ბატონი ირაკლი ალბათ გვეტყვის იმ სამი ზნე ჯგუფებს, ასაკობრივ ჯგუფებს, ოჯახის წევრებს ეტყვიან, აი შენ ამ სამი ზნე ჯგუფში ხარ და აი კეთილი ინებე და ჩამოვლე და ჩაიტარე სკრინინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფები და ჩვენ ბატონი ირაკლისგან დაბრუნდებით ერთადერთი მინდა რა როდესაც ჩვენ ხშირად ვაშუქებთ მართლა როცა შესაძლებლობა გვაქვს ამ თემებზე და ყველა სტუმარი ყოველთვის წუხს რომ დაბალია სტატისტიკური მაჩვენებელი და ხშირად ამის მიზეზად ასახელებენ სტრესს ასე ვთქვათ აი მისვლის და სკრინინგის ჩატარების სტრესი ავუხსნათ მაყურებელს აი როგორ ტარდება ტექნიკურად რეგიონებში როდესაც ავტომობილებით გადაადგილდებიან აქ არიან მამოლოგები ინფექციონისტები ერთი ჯგუფია თუ აი ტექნიკურად როგორ კეთდება ეს ანალიზებს როგორ იღებთ სად ტარდება მე გამოკვლევა ამისი და ასე შემდეგ პირველ რიგში მინდა
მადლობა უთხრა ქალბატონიას. ჩვენ რასაკვირველია პაპილომავირუსის ვაქცინაციაც გვაქვს და ამის კამპანიასაც ასე დაშუქებას ვაკეთებთ და ყველას მოუწოდებთ. თუმცა თუ ესე იგი ყველა ღონისძიება კომპლექსურად არ იქნება, საერთო დადებით შედეგთან მისვლა გაჭირდება. ასევე აი როდესაც ბ ჰეპატიტი ითქვა, უკვე 16 მარტიდან აი გუშინდელი მონაცემებით 20 ბ ჰეპატიტის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც აბსოლუტურად უსიმპტომოა, აბსოლუტურად არ იცის იმ ადამიანმა და ეხლა ძალიან მარტივად ჩაიტარებს მკურნალობას და პრინციპში მე ვაქცინირებული ვარ ბ ჰეპატიტზე. მაგრამ მე სხვა რამე ვიკითხე. მე მაინტერესებს თქვენ კი მიდიხართ რომ ჩაატაროს სკრინინგი, მაგრამ სტრესი როგორ მოუხსნათ ადამიანებს, როგორ მოვიყვანოთ იმ ლაბორატორიამდე? კი, ნახეთ, ეს პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სერვისები, რაც ესე იგი ტექნიკა ვითარდება, ნაკლებ დისკომფორტთან და ტკივილთან არის. ანუ ფაქტიურად არ არის დღეს უკვე ტკივილთან ასოცირებული. სტრესი როგორ მოიხსნას და ადგას საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, მივიდეს და გაისინჯოს. სახელმწიფო მივიდა უპასოდ. ეხლა ნება ინებოს, სახლიდან გამოვიდეს და მივიდეს ხო, მაგრამ აი სტატისტიკა მაინც სტანდარტული პროცედურებია, თუნდაც იგივე B, C ჰეპატიტი აი ინფექციაშიც ეს არის თიჩი ჩხლეტა და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე პასუხი არის. თუ ასე ვთქვათ, მაგალითად ვისაუბრებთ საშუალო სწყეის კიბოს სკრინინგზე, ის იგზავნება ის ნიმუში, შემდგომ უგარის ცენტრში ჩვენთან კეთდება შესაბამისი ანალიზი და არის მერე უკუკავშირი, რომლის შემდეგაც იღებს კონკრეტულ მითითებებს, სად მივიდეს, რა ტიპის სპეციალისტ მიმართოს და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ეს მოლოდინი არის ძალიან აუტანელია და მესმის, მაგრამ ცოტა იწელება, არა, მე ვიძახი ჩვენ ხარ ის პროპაგანდას ვეწევით. პროპაგანდას რო ეს არის რაუტანელი, პირიქით რომ ეს არის ასაკანი. ყოველ წუთას გვაქვს სტრესი, მაგრამ როდესაც იცი მესმის, რომ ძალიან ხშირად პაციენტი ამბობს, რომ იცით რა, მამოგრაფია დისკომფორტს იწვევს. ავიტანოთ 2 წუთიანი დისკომფორტი და ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე. აი თქვენ ახსენეთ, არის მაგალითად მოვიდნენ სკრინინგზე და ამბობს, რომ არ მაწუხებს არანაირი ჩივილი და აი არაფერი არ მაწუხებს და ასეთ პაციენტზე აღმოჩენილა და დასაკვირველია. სწორედ აი მრავალწლიანი საქართველოს ძუძუს სკრინინგი სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ ძალიან ბევრი პირველი და მეორე სტადიის ძუძუს კიბო აღმოჩენილა, რაც პირდაპირ კორელაციაშია გაჯანმრთელებასთან. და მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ აი ჩვენთან არის ასეთი სადაქალოს ვიზიტები. ერთ ადამიანს, როდესაც დაუდასტურდება ადრეული ძუძუს კიბო, მერე დაირაზმებიან ხოლმე მისი მეგობრები და მიდიან. და აი ესეთი მისულებს შემთხვევით აღმოჩენიათ პირველ ან ნულოვან სტადიაზე. მინდა გითხრათ, რომ დღეს სკრინინგ ცენტრში უკვე მაღალტექნოლოგიური კვლევებიც არსებობს. არსებობს 3D, 3D ეგრეთ წოდებული მამოგრაფია, არსებობს ვაკუუმ ასპირაცია, როდესაც ნულოვან სტადიაზე შეიძლება ძუძუს კიბოს აღმოჩენა და რას ნიშნავს ნულოვან სტადიაზე და როდესაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული ინვაზიური კომპონენტი. ახლა ცოტა სამედიცინო ტერმინოლოგია გამომდის, მაგრამ in situ ნიშნავს, რომ ძალიან ზედაპირულია სიმსივნე და ამ მდგომარეობაში მხოლოდ ოპერაციული ჩარევა საკმარისია და გაჯანმრთელდება. რასაკვირველია, ასეთ ადამიანს შემდეგ მონიტორირება ჭირდება და მეთვალყურეობა ისევე როგორც ყველას. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც დღეს არ აქვს ონკოლოგიური დიაგნოზი, მასაც ჭირდება ამბულატორიული მეთვალყურეობა. აი ზუსტად კარგად თქვით, ვისწავლოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმიტომ რომ როდესაც გამოჩნდება, იქ რასაკვირველია არ ვიტყვი რომ გვიანია, მაგრამ შედარება არ არის. დისკომფორტია, ჩარევა ბევრია, ექიმთან სიარული რეგულარულია, სტრესიც გაცილებით მეტია. ამიტომ რასაკვირველია, როდესაც არის ამის ფუფუნება. კი ბატონო, მაგრამ აი გადალახვა. ფუფუნება რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევიმოწმოთ თავი? ბატონო ირაკლი, თუ ინფორმაციას მოგასწრით, შევეხები იმ საკითხს, რომ განკურნების მაჩვენებელი, აი როდესაც ასეთ ადრეულ ეტაპზე ხდება, ზუსტად პრევენციული სკრინინგის მიზანი ეს არის, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევაში არის 95-98%, ხოლო საშვილოს ნოსყელის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში თითქმის 100% არის განკურნება. ანუ შედარებაც კი წარმოუდგენელია აი დაგვიანებული გამოვლენისას შედეგებთან იმართებაში. რაც შეეხება სრულიად ჯანმრთელს თუ შეიძლება აღმოაჩნდეს საერთაშორისო სტატისტიკით დაახლოებით 0.4% შეადგენს ეს ციფრი.
შესაბამისად, აი ჩვენი მოლოდინი ზუსტად ეს არის, რომ 17000 რაც არის სამიზნე ინდიკატორი ჩვენი აი ამ 8 თვიანი რეგიონში გასვლითი სკრინინგ აქციების, ეს არის დაახლოებით გადარჩენილი 100 ქალბატონი. ეხლა მაყურებელს ვუთხრათ, ვინც ჩვენს ეთერს უყურებს და ბევრი უყურებს, ვუთხრათ, რომელ სკრინინგზე რა ასაკიდან მივიდნენ. კი ბატონო. და რა პერიოდულობით უნდა ჩაიტარონ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, წამყვანი როგორც გითხარით, ამ კამპანიის ფარგლებში არის ძუძუს კიბოს სკრინინგი, სადაც ასაკი არის 40-დან 70 ანუ წლამდე. ძუძუს სკრინინგზე მივიდნენ 40-დან 70 წლის ჩათვლით, დიახ, და 2 წლიანი ინტერვალით. ანუ როგორც კი ჩვენს ბაზებში მოხდება, 2 წლის შემდეგ ჩვენ დაუკავშირდებით და ვეტყვით, რომ მათ უწევთ კიდევ სკრინინგი და შეუძლიათ უკვე მათთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე მიბრძანდნენ და ჩაიტარონ. წლიანი კი, ნახეთ თუ რაიმე ნიშნები იყო, ანუ აქ საუბარია რომ ჩაუტარდა კვლევა და არის ჯამთელი. თუ იქ რამე აღმოჩნდა და შემდგომ უკვე დიაგნოსტიკაში უნდა წავიდეს და ასე შემდეგ, ის სხვა მიმართულებებით არის ასე უკვე. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, აქ ასაკი გვაქვს 25-60 წელი, თუმცა 25-დან 30 წლამდე ინტერვალი არის 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 30-დან 60 წლამდე 5 წელიწადში ერთხელ. აუცილებლად ესე იგი უნდა შევეხოთ ჩვენ ბედაც ჰეპატიტები? ბედაც ჰეპატიტი 18 წელს ზევით 6 თვეში ერთხელ. კი ბატონო. აი ინფექცია შიცი. კოლორექტულ კიბოს რაც შეეხება ქალბატონები, მამაკაცები 50-დან 70 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო პროსტატის კიბოს ნაწილი ეს არის 50-70 წელი. მამაკაცებში წელიწადში ერთხელ, ასე ვთქვათ, სასურველია რომ სკრინინგი ჩატარდეს. კი ბატონო. ძალიან და კიდევ ერთხელ შეახსენეთ, სად როგორ გაიგონ, სად უნდა დარეგისტრირდეს? კი, მე მივაწვი ინფორმაციას აუცილებლად ტელემაყურებლებს, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაცია ნახონ, სად ტარდება კალენდარი დევს ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე, ხოლო რაც შეეხება ჩაწერას, სასურველია ჩაწერით განხორციელდეს, მათ შეუძლიათ მივიდნენ, ასე ვთქვათ, ცოცხალ რიგში და თვითდინები და ჩაიტარონ ეს იმ ლოკაციაზე დავუშვათ იმ ქალაქში, სადაც ტარდება, თუმცა ჩაწერის ინსტიტუტი უმჯობესია, ვინაიდან ყოველ 15 წუთიან ინტერვალში იძლევა ჩაწერის საშუალებას და როდესაც მითითებულ დროს მიხვალ რიგის გარეშე, ესეც იმიტომ გათვლია, რომ კომფორტი იყოს მაქსიმალური. არის ესეთი გვერდი booking.gov.g, რომელიც საკმაოდ ცნობილია კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული და შეუძლიათ მათ ნახონ, რომელ ლოკაციაზე ტარდება იქვე და ჩაწერა გააკეთონ, დაჯავშნა გააკეთონ თავიანთი ვიზიტი. დიდი მადლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და კლინიკური ონკოლოგი ნია შარიქაძე იყო ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა თქვენ.